გალტენდაგარტმა ქუთაისში ბიზნესის წარმომადგენლებისთვის კონფერენცია ეკონომიკური ტენდენციები საქართველოში, იმერეთსა და სამეგრელოში გამართა. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო გალტენდაგარტის მიგნებები საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების, მაკროეკონომიკური მოლოდინებისა და ასევე დასავლეთ საქართველოს ორი მნიშვნელოვანი რეგიონის, იმერეთისა და სამეგრელოს ეკონომიკური განვითარების ტენდენციების შესახებ. კონფერენციაზე გალტენდაგარტის მთავარმა ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვა წარადგინა და 2026 წლის პროგნოზებზეც ისაუბრა. გალტენდაგარტი 2026 წელს საქართველოს ეკონომიკის 7%-იან ზრდას პროგნოზირებს და საქართველო ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკად რჩება რეგიონში. განსაკუთრებით ყურადღება გავამახვილეთ ისეთ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე, რომელიც ბიზნესის დაგეგმვის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი არის. ეს არის გაცვლითი კურსი, ეს არის ინფლაცია, ეკონომიკური ზრდა და სხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლები. ასევე ყურადღება გავამახვილეთ იმერეთსა და სამეგრელოში თუ რა ეკონომიკური ტენდენციები არის, როგორი არის ეკონომიკის სტრუქტურა, ასევე სამუშაო ძალის ბაზარზე რა სიტუაციები არის, რა გამოწვევები და ასევე შესაძლებლობები გააჩნია ორივე ეკონომიკას, როგორც საშუალოვადიან, ისე გრძელვადიან პერიოდში. ჩვენ პარტნიორებს დღეს გავაცანით ეკონომიკის მიმდინარე ტენდენციები, სხვა შესაძლებლობები, რომ მათ დაინახონ, დავეხმაროთ ჩვენ ამაში ჩვენ პარტნიორებს, ახალი იდეები შეიძლება გაუჩნდეთ, დაებადოთ ჩვენ კვლევების საფუძველზე. საქართველოს ბანკის თანამშრომლობით ჩვენს კომპანიასთან არაერთ პროექტს ჩაეყარა საფუძველი და გჯერა რომ ეს სამომავლოდაც გაგრძელდება და ექნება ხარდაჭერა როგორც ფინანსური გარანტორი არა მარტო ჩვენს კომპანიას, არამედ მრავალ კომპანიას საქართველოში. როგორც ჩვენმა პრაქტიკამ გვაჩვენა, გალტენდაგარტის კვლევები ძალიან მნიშვნელოვანი არის შემდგომში უკვე ჩვენსა და ბანკს შორის მუშაობას ძალიან კარგად ისახება. ბანკის თანამშრომლები ძალიან კარგად არიან ჩართული პროექტის მზადების პერიოდში. და მე უკვე ნაბიჯებზე გადასვლა ბევრად უფრო იოლი არის და ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა გამოგვდის ორივე სექტორში. ყოველთვის საჭიროდ მივიჩნევ მსგავს შეხვედრებს, მსგავსი მიმოხილვების გაცნობას ეკონომიკაში, ეკონომიკის ტენდენციების მიმართულებით, განსაკუთრებით რეგიონალურად ყოველთვის საინტერესოა, რადგან ჩვენი ბიზნესი, ჩვენი სკოლები რეგიონებში განვითარდა თავდაპირველად, თუმცა დედაქალაქშიც ახლა საკმაოდ დიდი პროექტი გვაქვს. საქართველოს ბანკი ყოველთვის გვერდით არის, ყოველთვის მხარდამჭერია და მსგავსი შეხვედრები კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბიზნეს სექტორისთვის.